ამ ტიპს არ ვიცნობ. ბოლო ჭუბი ვნახე, სადაც ეს ტიპი დაანოკდაუნეს და მერე დააფინიშეს. მე ვინმე უფრო ძლიერი მინდოდა, მაგრამ ეს ტიპი მაჩუქეს. გავხევ ამას და შემდეგ შევხვდები სხვას. მე არ მინახია, ვინც ჰამზას წინააღმდეგობას გაუწევდა. მე მკიდია რამდენი ბრძოლა ჩაატარა მან. შენ კიდე სულ აგებ. რა ქვია იმ მაგრეგორის ზმაკაც? ჰო, ლობოვის სტატისტიკა გაქვს. რამდენი წაგება გაქვს? 31-13-ზე. და შენ იძახი შავი ქამარი მაქვსო? დიახ. ჯერ ჰერმენსონი ავიღოთ, მას არ ქონდა შავი ქამარი. როგორ დაგახჭო, ბიჭო? ნუ, ზოგჯერ მარცხის ხდება. ვინ მოგცე შენ შავი ქამარი? მე ლურჯი მაქვს და უპრობლემოდ დაგახჭობ. შეგიძლია ცადო. თუ დაგახჭე შენ შავი ქამარი, მე უნდა მომცე. ოკეი, თუ დამამარცხე ვიშოვი შავ ქამარს და გაჩუქე. თუ დაგახჭე ამ სპორტს თავი დაანებე მაშინ. კაი, და თუ მე წაგაქციე, რას მივიღებ? წამაქცევ? მიდი აბა ერთის წადე. არ ვიცი ჯერარდმა ქამარი მიუტანა თუ არა ჩიმაევს, მაგრამ ეს ბრძოლა ძალიან სწრაფად დასრულდა, ზუსტად 17 წამში. Just like that, Khamzat Chimaev, one and done by knockout, Khamzat Chimaev. წარმოიდგინეთ, თავისი დებიუტიდან დაწყებული 66 დღეში მან UFC-ში 3 ბრძოლა ჩაატარა და 3-ვე ფინიში მოიპოვა. შეაყვარა ხალხს თავი და რაც თავარია, დანას დიდი პატივისცემა დაიმსახურა.